ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადგენილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო დაბრუნება. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს დელეგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა, ეს არის დევნილთა დაბრუნება და უსაფრთხოების გარემოს შეცვლა, რუსების შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა კონფლიქტის მოყვარების ფაზაში. ჩვენ გვაქვს ახალი განვითარება როგორც უსაფრთხოების, ისევე ჰუმანიტარულ თემებში. პირველ რიგში ეს არის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, რომელიც არის ზოგადად უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ნაწილი და ასე ვთქვათ, აფხაზეთის შემდგომი მილიტარიზაციის და ოკუპაციის გაგრძელების, პოლიტიკის გაგრძელების ნაწილი. ეს საკითხები იყო მართლმსაჯულობის საკითხი. სამწუხაროდ ჩვენ კვლავ ხედავთ დესტრუქციულ მიდგომას მეორე მხრიდან. როგორც მოსაოდნელი იყო რუსეთის დელეგაციამ დროზე ადრე დატოვა სხდომათა დარბაზი, როდესაც საქმე შეეხო ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხს. თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აქამდეც გითხარით, ეს არის ჰუმანიტარული მიმართულებები, უკანონო დაჭერები, უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხები და ასევე რაც მნიშვნელოვანია სოხუმის აეროპორტის გახსნის მიუღებლობა.